ჩაოლებრივი ბუნებრივი მომენტია წაგება, ხო? ამაში ხო ცუდი არაფერი არ არის. ჩემთვის ბევრად უფრო ცუდია ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც უცდელად მარცხდები. ადამიანი რამე შეეცადა და დამარცხდა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ყველას ხო გვაქვს ის, რომ აი შემეშალოს და აი რო წავაგო და ის და ანუ მაგაზე რატო უნდა ვიფიქრო თუ ჯერ არ მომხდარა, ხო? მაგიტო ვცდილობ ხოლმე ყოველთვის პოზიტიურად ვიფიქრო. თუ ცუდი არის, მოსახდენი მოხდება ცუდი. ყოველთვის. და მაგაშიც ვნახავ რაღაც პოზიტივს. და დავარნილს ილია თოფურიას ვერავინ ვერ ნახოს, იმიტომ რომ შრომობ, ჩემ თავთან მართალი ვარ ყოველთვის. ვიცი რომ თუ წავაგე ეს იმიტომ არ იქნება რომ არ ვიშრომე ან რაღაც დავიზოგე. ნება მომეცი გითხრა ის რაც უკვე იცი. ცხოვრება ასეთი ადვილი და თბილი არ არის. ცხოვრება ძალიან ძლიერი და ბოროტი რამაა და არ აინტერესებს რამდენად ძლიერი ხარ. იცოდე მუხლებს და დაგაჩოქებს და სულ ასე გამყოფებს. თუ რა თქმა უნდა უფლებას მისცემ. მე შენ და ვერავინ შეძლებს იმაზე ძლიერად ერტყმას, ვიდრე ცხოვრებაა. მაგრამ თავარი ის არა, რამდენად ძლიერად უბძღავ. თავარია, რამდენად შეგიძლია ეს დარტყმა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო. რამდენი შეგიძლია აიტანო და წინსვლა განაგრძო. გამარჯვებას მხოლოდ ასე მიაღწევ, გესმის? თუ იცი ვინ ხარ და რა გინდა, მაშინ უნდა იბრძოლო. მაგრამ შენ მზად უნდა იყო დარტყმის მისაღებად და თითებს არ უნდა იშვერდე. არ უნდა აბრალებდე შენს წარუმატებლობას. მე შენ ან სხვა ვინმეს. რადგან ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან და შენ ლაჩარი არ ხარ.